საგანგებო დეკლარაცია საქართველოსა და თურქეთის ხალხს ლაზების ერთი ჯგუფი დეკლარაციას ავრცელებს და მათ ქართველებად მოხსენიებას აპროტესტებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ლაზები ქართველი ერის ნაწილს არასდროს წარმოადგენენ და არც ლაზური ენაა ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი. როგორ აფასებენ წერილს საქართველოში მცხოვრები ლაზები, მეცნიერები და ქართველოლოგები, დეტალებით ირაკლი დანელია და ლევან თურქია დაინტერესდნენ. ლაზები ქართველი ერის ნაწილს არასოდეს წარმოადგენდნენ და არც ახლა არიან მისი ნაწილი. ლაზები ქართველები არ არიან. ლაზები ისტორიის დასაწყისიდანვე ლაზები არიან და სურთ ლაზებად დარჩენა. ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ვინმე პირის ან რაიმე ორგანიზაციის განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს. ამ საკითხს არ გააჩნია ეჭქვეშ დაყენების საფუძველი. ეს არის ფრაგმენტი ლაზების ერთი ჯგუფის მიმართვიდან თურქეთის, საქართველოსა და მსოფლიოს წარმომადგენლებისადმი. მას ხელს აწერს რამდენიმე ლაზი, ინტელექტუალი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მიმართვაში ნათქვამია, რომ ლაზი ხალხის ისტორიულ ნაწილში საქართველოს და ქართულ ხალხს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თუმცა იქვე საუბარია იმაზე, რომ საქართველო ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ ერთეულად. ლაზების ნაწილი მათ ქართველებად მოხსენიებას აპროტესტებს. წერილს სარფში მცხოვრები ლაზი იაშა თანდილავა აფასებს. ის ლაზეთსა და დანარჩენ საქართველოს ერთ სივრცე და ქართული კულტურის ნაწილად მიიჩნევს. ჩვენ ძალიან გწყის ასეთი უთიგნურობა, რომ ჩვენს გვთვლიან არაქართველებად, მას ვინ ვარ ჩვენ ლაზები დღემდე მოსული, უენო, უკულტურო. ამაღლა ვაცხადებ, რომ ჩვენ ლაზები, სოფლიოში მცხოვრები ლაზები, სარფის მცხოვრები ლაზებიდან ჩემიდან დაწყებული, ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ძირძველი ქართული თემ-ტომის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი, რომელმაც შექმნეს დიდი კოლხური და დიდი ქართული კულტურა. ისტორიული ლაზეთი მოიცავს ტერიტორიას ტრაპიზონიდან გონიომდე. ლაზეთი ძველი კოლხეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ ქართულ სივრცეს ადრე მოწყდა. ისტორიული ლაზეთიდან თანამედროვე საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ 3 სოფელი დარჩა: სარფი, გონიო და კვარიათი. ქართველი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე განმარტავს, რომ ძველ ბერძნულ წყაროებში ლაზები დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს გულისხმობს, რომლებიც ქართულ ენაზე მეტყველებდნენ. ტერმინი ლაზი ძველ ბერძნულ წყაროებში ნიშნავს ქართველს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებ მოსახლეობას და ფაქტია, რომ ბერძნული წყაროების, ქართული წყაროების დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს, გურიას, იმერეთს, იგივე ლაზეთს ისტორიულად მიიჩნევენ ქართველებად. არა მხოლოდ ქართული წყაროები, არამედ ბერძნული წყაროებიც და სხვა წყაროებიც. ტარიელ ფუტკარაძე მიმართვის ავტორთა მიერ შექმნილ რუკასაც გვაჩვენებს. რუკაზე აჭარა, სამეგრელო და აფხაზეთი ცალკე ერთეულობად არის წარმოდგენილი. საზღვარი კი მდინარე ცხენისწყალზე გადის. ის ამ ყველაფერს გარკვეული ჯგუფების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს. ამ საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ რუკების გავრცელებად. აქ თქვენ ხედავთ რუკას, სადაც საქართველოს საზღვარი არის ცხენისწყალი. ლაზეთი არ შედის თურქეთის შემადგენლობაში, აჭარა არ შედის საქართველოს შემადგენლობაში და სამეგრელო არ შედის საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მსგავსად. ამ ეს რუკები შემთხვევით არ ვრცელდება ინტერნეტში. მსგავსი რუკები ძალიან ბევრია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილი. ლაზების თემატიკაზე მომუშავე სპეციალისტი და პროზაიკოსი ზურაბ თორია ლაზებს საქართველოს ნაწილად განიხილავს და გავრცელებულ წერილს გარკვეული ჯგუფების პროვოკაციის მცდელობად აფასებს. ლაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, როგორც შეიძლება წარმოიდგინო ეს, რომ ლაზები იყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ლაზები, მეგრელები და სვალები. ესენი არა იდენტური ქართველები, რომლებმაც საქართველოს დასაბამიდანვე დაუდეს საფუძველის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დღევანდამდე მოვედით ამ წერილს გავეცერეთ და ძალიან აღმაშფროთ, რომ ვიღაცა ცდილობს ქართველებს შორის ესეთი ტროლი დამოუკიდებლობა ჩამოაგდოს. ეს არ არის ჩვენთვის ახალი. ეს რუსული ძალებიდან მომდინარეობს, შეიძლება პანთურქული რაღაცებიცაა, ვიღაცები მუშაობენ საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ. ლაზების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული დეკლარაცია ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზეა შედგენილი და ვებგვერდ change.org-ზეა გამოქვეყნებული. მას ხელს ბოლო მონაცემებით 553 ადამიანი აწერს.